ნომერი 10. მოთხრმა გოგონამ შემდეგი რამ თქვა. ლეილა, თითოეულმა ჩვენგანმა შეიტანა წვლილი აღმშენებლობაში. ლონდამ, ჩვენ შორის მინიმუმ ერთმა შეიტანა წვლილი აღმშენებლობაში. ნათიამ, ჩვენ შორის არის ვიღაც, ვისაც აღმშენებლობაში წვლილი არ შეუტანია. ნანი, ჩვენ შორის არც ერთს არ შეუტანია წვლილი აღმშენებლობაში. ჩამოთვლითაგან რომელია გოგონათა ის წვლილი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ ორივე პირობას. წყვილის ორივე გამონათქვამი ვერ იქნება ერთდროულად ჭეშმარიტი. წყვილის ორივე გამონათქვამი ვერ იქნება ერთდროულად მცდარი. ნახოთ პირველი. ლეილა და ლონდა. თითოეულმა ჩვენთაგანმა შეიტანა წვლილი აღმშენებლობაში. ნიშნავს, რომ ყველამ შეიტანა წვლილი. ლონდა რას ამბობს? ჩვენ შორის მინიმუმ ერთმა შეიტანა წვლილი. მინიმუმ ერთმა შეიტანა. დანარჩენმა არ ვიცი, თან შეიტანა, ესენი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებიან. შეიძლება ორივე ერთდროულად ჭეშმარიტიც იყოს, ან ორივე ერთდროულად მცდარი. ან თუ არც ერთმა არ შეიტანა წვლილი, ორივე გამონათქვამი მცდარი გამოდის. თუ ყველამ შეიტანა წვლილი, ორივე გამონათქვამი ჭეშმარიტი. ამიტომ ა გამოირიცხა. ბ. ლეილა და ნათია. თითოეულმა ჩვენთაგანმა შეიტანა წვლილი აღმშენებლობაში, ანუ ამბობს, რომ ყველამ შეიტანა წვლილი. ნათი ამბობს, ჩვენ შორის არის ვიღაც, ვისაც აღმშენებლობაში წვლილი არ შეუტანია. ანუ არის ვიღაც ერთი მაინც, ვისაც აღმშენებლობაში წვლილი არ აქვს შეტანილი. პირველი გამონათქვამი თუ ჭეშმარიტია, მაშინ მეორე გამონათქვამი გამოდის მცდარი. ხოლო თუ მეორე გამონათქვამი არის ჭეშმარიტი, პირველი გამონათქვამი გამოდის მცდარი. ერთდროულად ორივე მცდარი ვერ იქნება და ერთდროულად ორივე ჭეშმარიტიც ვერ იქნება. ანუ პასუხი არის B. ლეილა და ნანის წყვილი იმიტომ არ გამოდგება, რომ ორივე ერთდროულად მცდარი შეიძლება იყოს. ანუ ასეთი ვარიანტი რო იყოს, ერთმა შეიტანა და ერთმა არ შეიტანა. ამ შემთხვევაში ლეილა და ნანი არასწორია. ლონდა და ნათია. ლონდა ნათიას დროს ეს შემთხვევა ისევ გამოგვადგება, თუ ერთმა შეიტანა და ერთმა არ შეიტანა, ამ შემთხვევაში ორივე წინადადება ჭეშმარიტი გამოვა. ნათია და ნანი. ამ შემთხვევაში ორივე მცდარი გამოვა, თუ ყველას წვლილი შეტანილი აქვს. ანუ ეს ორივე მცდარი ერთდროულად შეიძლება იყოს.